არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობის თავმჯდომარე პარლამენტს მოუწოდებს კანონის სარეკლამო შეტყობინებების დაგზავნის აკრძალვასთან დაკავშირებით არა 2016, არამედ 2014 წელს იქნას მიღებული. დავით ფერიძე აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურების საფუძველი არ არსებობს. დღევანდელ ბრიფინგზე ის მერის პრეს სპიკერის თანამდებობაზე სოფიო კონცელიძის დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითმმართველობაში საკადრო გადაწყვეტილებები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ჩარევით მიიღება. მისივე თქმით, მერიაში დასაქმება მას დავით ბაციკაძემაც შესთავაზა, რაც მურმან დუმბაძესთან შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას დღეს მურმან დუმბაძე გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა. მის დანიშვნაში არ მონაწილეობდა, იმიტომ რომ მას არ აქვს ის გავლენა. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში უფრო მეტად იაქტიურებდა ბატონი დავით ბაციკაძე. ბატონმა დავით ბაციკაძემ მე შემონთავაზა ქალაქის მერიაში მუშაობა. რა თქმა უნდა დავთანხმდი. არაერთხელ თვითონ დამირეკა, აქტიურობდა და ბოლოს მე თვითონ დაურეკე, რომ ბოლოს ვიწყებ თუ არა მუშაობას მერიაში, რომ მე ჩემი ვიცოდე. აი ესე მიპასუხა. დავით, შაბათს ჩამოდის მურმან დუმბაძე ბათუმში. იქნება უმაღლეს საბჭოში, ჩავში. მოდი ავთობერიძესთან კაბინეტში მურმანიც იქნება და გადავწყვიტოთ. ძალიან გამახარეთ ამ დილით, რომ დამირეკებდა კიდევ ერთი ადამიანი დასაქმებული, ანუ ჩემთვის იყო სიახლე, დიდი მადლობა. თუ ასე დამირეკავ ყოველდღე და მეთქვით, რომ კიდევ ერთი ახალი ადამიანი დაინიშნა სამსახურში და თქვენ ხართ ამის მოწილე, მე ძალიან გამიხარდება და სინამდვილეში მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი.